ოცნებამ ილიაუნის მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 93%-ით შეუმცირა, გაუქმა ფაკულტეტები და შესაბამისად ახალგაზრდებში პოპულარული პროგრამებიც. ოცნების ეგრეთ წოდებული რეფორმის დამანგრეველ შედეგებზე იმსჯელეს თსეუს ეზოში. იქ აბიტურიენტები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დღესაც შეიკრიბნენ. რეჟიმის გეგმას ისინი აქციით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უკვე პარასკევს. ნანო ჩაკვეტაძე ესაუბრა ამ შეკრების მონაწილეებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დღესაც ტრადიციულად შეიკრიბნენ პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მშობლები, აბიტურიენტები, სტუდენტები, ამ სფეროს სპეციალისტები იმსჯელეს განათლების დეფორმაზე, როგორც ამას თავად უწოდებენ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ და მიღებულ ცვლილებებს განათლების სისტემაში. დღევანდელი მთავარი თემა აქ მსჯელობის იყო კვოტები და სტუდენტების მისაღები, სტუდენტების რაოდენობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ უკვე განსაზღვრა. გამოქვეყნებულია საბოლოო დოკუმენტიც ის განათლების სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გუშინ გამოქვეყნდა და ქართულმა ოცნებამ განუსაზღვრა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს თუ ვინ რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს ახალ სასწავლო წელს. ყველაზე მეტად დაზარალდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ამას სპეციალისტები ამბობენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ამ უნივერსიტეტმა მიიღო, ყველაზე მეტად სწორედ აქ შემცირდა მისაღები ადგილები, ანუ კვოტები. თუკი მაგალითისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე 4200 სტუდენტს იღებდა ეს სასწავლებელი საშუალოდ, ახლა ეს რაოდენობა შემცირებულია 300-მდე. თუკი აქამდე მაგისტრატურის საფეხურზე უნივერსიტეტი მიიღებდა 751 სტუდენტს, ახლა ეს რაოდენობა შემცირებულია 60-მდე. 40 პროგრამა იყო აქამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა კი დარჩენილია მხოლოდ 16 პროგრამა, ანუ შესაბამისად 16 მიმართულება და ფაკულტეტი. ჯამში გამოვიდა, რომ სტუდენტების რაოდენობა, მისაღები ადგილები შემცირებულია 93%-ით. განათლების სფეროს სპეციალისტები და პროფესორ-მასწავლებლები დარწმუნებულები არიან, რომ რა თქმა უნდა ქართული ოცნების მთავარი მიზანი არის მთლიანად განათლების სისტემის მოსპობა ამ ქვეყანაში, თუმცა მთავარი სამიზნე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4200-დან 300-მდე შეამცირეს საბაკალავრო საფეხურზე მიღებების რაოდენობა, ასევე რადიკალურად მაგისტრატურას და მთელი პროგრამები არის, რომელიც საერთოდ არ არსებობს, გააუქმეს, რაც უნივერსიტეტის ფუნქციონირება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, პრაქტიკულად ჩაათვალეთ, რომ უნივერსიტეტი გადაიყვანეს მიილევად რეჟიმში, არც ვიცით დაფინანსების სისტემა ახალი როგორი იქნება. ესეც ნიშანდობლივია, რომ აგერ უკვე კარს მოგვადგა ახალი სასწავლო წელი, ლამის ჩარიცხვები უნდა, ეხლა დარეგისტრაცია უნდა მოხდეს. ქართული ოცნების მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ცოტა სტუდენტი სწავლობდეს საქართველოში, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი იღებდეს უმაღლეს განათლებას და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს დასაქმებული შავ სამუშაოზე, მშენებლობებზე, რა ვიცი, მიმტანებად, დისტრიბუტორებად და ასე შემდეგ. და ამისთვის აკეთებენ იმას, რომ ამცირებენ უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობას, ზოგიერთ უნივერსიტეტს პრაქტიკულად აუქმებენ, მაგალითად გააუქმეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეალურად გააუქმეს ასევე მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტი, ჩამოაჭრეს პროგრამები სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის, გორის, ქუთაისის უნივერსიტეტებს და ასე ცდილობენ, რომ შეამცირონ იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც შეუძლია აქტიურად გამოხატოს უკმაყოფილება მათი პოლიტიკის მიმართ. არ დავთმობთ უნივერსიტეტს, ბრძოლა გრძელდება აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის გადარჩენისთვის. ეს არის ახალგაზრდების სათქმელი, ეს არის პროფესორების სათქმელიც, რომლებიც ემზადებიან დიდი მსვლელობა მარშისთვის. პარასკევ დღეს საღამოს 5 საათისთვის დაგეგმილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრება, იქნება მსვლელობა მარში და საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.